გითხრათ სოფლიო ეკონომიკური კრიზისის თაობაზე და მინდა ვთქვა, რომ ლომის წილი სოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიხეილ სააკაშვილიდან მოდის, ესე ვთქვათ, აგვისტოს მოვლენების მერე მოხდა პრაქტიკულად ის დიდი ეკონომიკური კრიზისი, რამე თუ ცივი ომის ნიშნები გამოჩნდა მსოფლიოში და ცივი ომის ნიშნები ეს ნიშნავს, რომ აქციები ამა თუ იმ კომპანიების თუ კორპორაციების ძალიან მრავალჯერ დაეცა. იმის მერე რაც შეხვდნენ ობამა და მედვედევი, აქციების მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა, მათი ფასი გაიზარდა და ეს იმას ნიშნავს, რომ კი მიხეილ სააკაშვილის ხელშია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ერთგვარად მოსწრება, თუ ის გადადგება და აღარ იქნება კერა ომიანი პოლიტიკოსებისა და დაძაბული პოლიტიკოსებისა. კერა იმისა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ერთი პოლუსი და არის მრავალი პოლუსი, რომელსაც პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველო, ძალიან კარგად უნდა იყენებდეს. დიახაც, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ერთგვარ წილად განმუხტვა შესაძლებელია საქართველოში, სწორედ იმის მერე, რაც დავა მიხეილ სააკაშვილი და დიახაც ეს თემა უნდა იყოს სალაპარაკო თემა. ეხლა რაც